გიერთდებით მელიქიშვილის გამზირიდან, სწორედ იმ ადგილიდან, სადაც 19 ნოემბერს გამთენისას მათე დებიძე დააკავეს სამართალდამცველებმა, მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა ბრალდება და სწორედ აი ამ ბრალდებით მას დღეს 4 წელიწადი და 6 თვით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა. აქ თქვენ კადრშიც ხედავთ, რომ შეკრებილები არიან მოქალაქეები, მათე დებიძის მეგობრები, სამოქალაქო აქტივისტები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ჟურნალისტებიც არიან აქ მისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად და არა აი ამ მოვლენის გასაშუქებლად და ყველა მათგანი, ვინც აქ არის, ამბობენ, რომ მათე დებიძის საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული და დღევანდელი განაჩენი მის შესახებ არის ერთგვარი დღევანდელი განაჩენი მათე დებიძის შესახებ არის ერთგვარი სამაგალითო დასჯა და გზავნილი იმ პირების მიმართ, ვინც დღემდე მთელი ამ თვეების განმავლობაში არის ჩართული წინააღმდეგობის მოძრაობაში, ასე ვთქვათ. ასეთია აქ მყოფი მოქალაქეების შეფასება. ჩვენ Euronews Georgia-მ არაერთ მათგანთან ჩაწერა ინტერვიუ ამ მოსაზრებებს ჩვენ რა თქმა უნდა შემოგთავაზებთ პირდაპირ ეთერში. მანამდე კი გეტყვით, რომ დღესაც დღევანდელ პროცესზეც უკვე მსჯავრდებულმა მათე დებიძემ გაიმეორა ის, რაც გასულ პროცესებზეც თქვა, რომ მან მელიქიშვილის გამზირზე ჯოხის მაგვარი საგანი აუცილებელი მოგერიებისთვის მოიქნია და მას არ ჰქონდა განზრახული პოლიციელებზე თავდასხმა, სამ სამართალდამცველზე თავდასხმას ედავებოდა მას გამოძიება. აქ შეკრებილი მოქალაქეები ამბობენ, რომ მათე დებიძისთვის აი ამ განაჩენის გამოტანა არის ერთგვარი უსამართლობის მაგალითი იმ პირობებში, როდესაც ათობით სამართალდამცველი, რომლებიც 28 ნოემბრის ღამიდან მოყოლებული რამდენიმე დღის განმავლობაში უწყვეტად ესხმოდნენ თავს საპროტესტო აქციებზე მყოფ მოქალაქეების ნაწილსა და ჟურნალისტებს, არც ერთი მათგანი არ არის დასჯილი, არც ერთი მათგანისთვის არ წარუდგენიათ ბრალი და აი ამ პირობებში დემონსტრანტის მიმართ პატიმ აღკვეთის ღონისძიების სახით არა უკვე მსჯავრდებულის სახით 4 წლით პატიმრობის ვადის განსაზღვრა არის ერთგვარი დასჯა დემონსტრანტების წინააღმდეგ. მოქალაქეები ჯერჯერობით იკრიბებიან მელიქიშვილის გამზირზე, შემდგომ კი ისინი გეგმავენ, რომ უკვე მსვლელობით გადავიდნენ საქართველოს პარლამენტის შენობასთან, სადაც უკვე 28 ნოემბრის ღამიდან მოყოლებული ყოველ საღამოს არის საპროტესტო აქციები. მე პირდაპირ შემოგთავაზებთ ახლა აქ მყოფი მოქალაქეებისა და პოლიტიკოსების ნაწილის მოსაზრებებს, შემდგომ კი კვლავ დაგიბრუნდებით. თავს რეჟიმი, რომელსაც კრიტიკულად განწყობილ საზოგადოება უფრო ეზიზღება კრიტიკულად განწყობილი საზოგადოება ვიდრე მტერი რუსეთი. ამისთვის თვალის გასწორება არის ის პირველი აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც გაიძულებს არ შეეგუო ამ ყველაფერს და ვფიქრობ, რომ მომდგეგმა ზოგადად, რომელიც აუცილებლად გამარჯვებამდე მიგვიყანს და წარმოუდგენელი არც ერთ სცენარში არ ვუშვებ იმას, რომ თავისუფალი ადამიანები ამ ქვეყნისთვის მებრძოლი ადამიანები არ გაიმარჯვებენ და არ მიაღწევენ ისეთ ქვეყანას, როგორში ცხოვრებაც უნდათ, დემოკრატიულს, თავისუფალს, იქ სადაც სასამართლო არ არის კონკრეტული ელიტების მართვის ქვეშ და ზოგადად ისეთი დღეს საქართველო არის, არ ვიცი, რაღაც ტერიტორია, სადაც აბსოლუტურად არანაირი ინსტიტუცია არ არსებობს. დღეს ერთი ჯგუფი მართავს უკლებლივ ყველაფერს, ყველა იმ საფუძველს, რომელიც აუცილებელია ქვეყნის ფუნქციონირებისთვის. ამის შეგუება არ არსებობს. მე მჯერა, რომ ერთად ყოფნით ერთმანეთის განსხვავებულობის მიღებით და მყარად ჩვენს პოზიციაზე, მყარად გამარჯვებისკენ სვლაში ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რის გამოც დღეს მათე დებიძე და სხვა რეჟიმის ტყვეები არიან დაკავებულები. გამოსავალი არის დაუმორჩილებლობაში, გამოსავალი არის ბრძოლაში, გამოსავალი არის უფრო და უფრო მეტი ხალხისთვის ჩვენება, იმისი რა ხდება ჩვენ გარშემო, იმიტომ რომ არის ხალხი, ვისაც ურჩევნია, რომ ვერ დაინახოს ის ყველაფერი, რაც
დაგუმართეს, ხო? ანუ ეს ამოსამართლობის გაგება არ უნდა, დანახვა არ უნდა, შეგრძნება არ უნდა და რა ვიცი, 21 წლის ბიჭს რო 4 წელი გამოკეთავ ციხეში, ბიჭს რომელიც ეხა იწყებს ცხოვრებას და ეხლა უნდა შექმნას ამ ქვეყანაში რაღაც ამას მეგონი რომ ესე ვერ შევეგუებით ჩვენ ვერავინ და წინ კიდე გვაქვს 50-ზე მეტი ადამიანის პროცესი და რა თქმა უნდა ესე მარტივად არ უნდა შეერჩეს ამ ხელისუფლებას. აი დღეს ვიტყვიე პინწეთი და ძალიან განვიცდი რა არის ოდნავი აი ის არ აქვს აი შეცოდების იმის გზნობა ყველას დაუბრუნდება ისა ასე არ ეგონა ყველას და დაუბრუნდებათ რასაც ამათ უკეთებენ და ამინ უნდა დაუბრუნდეთ. ახალგორი მქონდა დაბეკარგა. ეხლა სულ არ მინდა რუსეთი. ეხლა ნამდვილად არ მინდა. ეხლა მინდა ამოდენა ხალხი დაიღუპა დაიადე. არ მინდა. არ მინდა. რუსეთი დაკრავს ყველას და ყველას წაიყვანს საომრად და ეს უნდა. მეტი არაფერი რუსეთი ჩვენსგან. მე კადრში გაჩვენებთ ახლა მელიქიშვილის გამზირის იმ მონაკვეთს, სადაც სამართალდამცველები არიან მობილიზებული, ვერ ვიტყვით რომ აქ განსაკუთრებული მობილიზებაა საპატრულო დანაყოფებისა თუ კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლების, თუმცა მაინც საკმაო რაოდენობა აქვს. ასევე გეტყვით იმასაც, რომ მელიქიშვილის გამზირის საავტომობილო მონაკვეთი თავად საპატრულო პოლიციამ გადაკეტა და ხედავთ კიდეც კადრში რომ გზის სავალი ნაწილი საავტომობილო გზის მონაკვეთი არის გადაკეტილი, სადაც უკვე რამდენიმე წუთში დაიწყება მსვლელობა საქართველოს პარლამენტის შენობის მიმართულებით. პერიოდულად აქ ხმის გამაძლიერებლით მიმართავენ აქ მყოფ მოქალაქეებს აქტივისტები. ცხადია, ყველაზე ხშირად აქ ისმის მთავარი გზავნილი თავისუფლება მათედებიძეს და თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს აქ არაერთხელ წაიკითხეს იმ მოქალაქეთა სია, რომლებიც ახლა საპატიმროებში არიან და რომლებიც სხვადასხვა დღეს საპროტესტო აქციებისას დააკავეს და ასევე აქ მყოფი მოქალაქეები ძალიან ხშირად იმეორებენ მათედებიძის ბოლო სიტყვებს, რომელიც მან დღევანდელ სასამართლო პროცესზე თქვა სინათლის საძიებლად უსასრულო წვდიათში. მოკლედ აი ეს არის აქ მოქალაქეების გზავნილები მელიქიშვილის გამზირზე. ლევან, თუ შეიძლება ვაჩვენოთ კიდევ ერთხელ კადრი აქ მყოფი დემონსტრანტების, სწორედ აი ამ კადრს დაგიტოვებთ ეთერში და რა თქმა უნდა მოვლენების განვითარების შესაბამისად ევრონიუს შერჩე შემოგთავაზებთ უახლეს ინფორმაციას როგორც მელიქიშვილის გამზირიდან, ასევე საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან.